ეს ვიყიდეთ ყველაზე პოპულარული მჟავე კიტრი. ერთი არის ძალიან მჟავე და მეორე არის ძალიან ცხარე, ყველაზე ცხარე ხალხო. სანამ დავიწყებთ მაგრესი კიტრების, სავარაუდო მაგრესი კიტრების დაგამოვნებას, მანამდე აუცილებლად გამოგვიწერეთ. ახალი წელი მოდის რა პატარა საჩუქარი გამიკეთე, აი პლუს მეჭერე გამოგვიწერე. მიდი გთხოვ, მე ვიცი რომ შენ გამომიწერ. დავიწყოთ ყველაზე მჟავით, ქრისტი. Extreme Sour. დალევ. აი ესეთი კიტრია. ჩვეულებრივ კიტრი, რა გითხრა? ჩაოლებრივი არა, შამბალა კიტრი არა, ხელაა გოგო. ეგომა შეღებილია შეგინდა, აბა. მჟავე არ არის. არ არის, გოგო. აუ! მაგარი მჟავეა. არ არის მჟავე. აუ! მიდი, ჩააყოლე, ჩააყოლე. მიდი, დააყოლე. ადი, რაც კი მჟავე კიტრები გამისინჯებს, ყველაზე მჟავე არის. როცა კატასტროფული მჟავეა, არა, მაგრამ ყველაზე მჟავე არის. ნამდვილი ქართული კიტრის მწნილი მიჩვენია. ბაზარია. რა ღირდა ეს 13 ლარი, ხო? ხო. ერთი კიტრით 13 ლარი. რას 13 ლარად? 1 კილო იმას ვიყიდი. 13 ლარად ქრისტი ვიყიდით 13 კილო კიტრს და გავაკეთებ წელს 13 კილოს. ქრისტი აკეთებს სოფლიოში ყველა სულ წნილს. ერთხელა გაკეთებული, მაგრამ მაინც. ყველაზე ცხარე კიტრი. მიდი მოკოჩე და აი, იმენა დინოზავრისაა იმენა. კიტრი ოღონდ გასულ ხარ, აი ფიქრეთ. აი, გავსინჯო. აუ! დაუტირა. ცხარე არის. ოდნავ არის ცხარე. აი ოდნავ. რა ცოტა გოგო, მაგარია. რას მჟავე არ არის და არც ცხარე არ არის. მიდება გადაკარი დალია. მჟავეც და ცხარე. მიდი. ესა кайფო. ამაზე უკეთესი ცხარე მწნილის გამისინჯავს. ხო, ესე გეტყვით რა. ქართული წნილი ჯობია. პირდაპირ გეტყვით რომ არ იყიდოთ ესე.